დაპირისპირებას და გინებას. ხო ხედავთ რა გიპასუხებ, შეიძლება გიპასუხო? დღეს როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკოსები მეუბნებიან რომ ეგ არის გენში, რომ როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ქართველ კაცს, პასუხობ ძალით და აგრესიით. გენმა რომელმაც მე ამგზარდა მასწავლა რომ სადაც ქალია, სადაც არასრულწლოვანია, სადაც ზრდასრული ასაკიანი ადამიანია, ერთი წუთი შეიძლება დავასრულო? არა მხოლოდ გენიტალიებზე უნდა მიუთითო და შუათითები ვაჩვენო, არამედ ზედმეტი სიტყვაც კი არ უნდა ვთქვა. გენი რომელიც მასწავლიდა რომ თუნდაც 100 და 1000 კაცი ვიყო, ერთ წაქცეულ კაცს 4-5 კაცი წიხლებით არ უნდა შედგეს. დღეს ხედავ საპირისპიროს და ქართული ოცნება რომელიც ქართულ ნარატივს არის მომჯდარი მიმტკიცებს რომ დღეს ქართველობა ზუსტად ეგ არის რაც გუშინაი აქ ვიხილებ გასაგებია ნახე მომისმინე მე არ ვამართლებ არც ერთ ადამიანს რომელიც იგინება ან აგრესიულად არის განწყობილი მეორე ადამიანის მიმართ უბრალოდ კითხვას გისვამ თქვათ ეგეთი ხალი გამოჩნდა დღე აქ გინებით რატომ აყენებთ შეურაცხყოფას გაინტერესებს ამ მენტალობით და ამ გენით საიდან მოვდივარ? ახალგორის რაიონი გაგიგია? 2008 წლის მერე ოკუპირებულია. 17 წლის განმავლობაში შეგიძლია მითხრა ქართული ოცნების ერთ-ერთი პოლიტიკური აქტი, რომელიც